თამარ წულუკიძე არის ერთ-ერთი ისეთი გამორჩეული მსახიობი ქართული თეატრის ისტორიაში, რომლის შემოქმედება, ცხოვრება და ეპოქა გადაჯაჭვულია ერთმანეთზე და ფაქტობრივად შემოქმედებითი კარიერის განსაზღვრელი არის ის ეპოქა, რომელშიც ცხოვრობდა თამარ წულუკიძე და მოღვაწეობდა. ის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა ახმეტელის შემოქმედებაში, რუსთაველის თეატრის ისტორიაში და მის სახელთან არის დაკავშირებული ძალიან ბევრი ქარტეხილი და მოვლენები, რომელიც ხდებოდა ქართული თეატრის ისტორიაში. ხშირად ჩვენ ისტორიკოსებიც ვცოდავთ ხოლმე, როდესაც ვქმნით ხატებს, ვაღმერთებთ ხოლმე, გვინდა ვაქციოთ გმირები და გვავიწყდება, რომ ამ გმირებსაც აქვთ დადებითი და უარყოფითი მხარეები, სხვა შემთხვევაში ის გმირი ვერ იქნება და ისინი არ არიან ღმერთები, არამედ ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ თავიანთი სისუსტეები. თამარ წულუკიძე ასეთი უნიკალური შემთხვევაა ქართული თეატრის ისტორიაში, ის იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა არამხოლოდ ქალური სისუსტე, არამედ ადამიანური სისუსტე, მას ჰქონდა ძლიერი მხარეები, ის იყო მებრძოლი ქალი, ის იყო თავის პოზიციების დამცველი და ძალიან დიდი ფიგურა და ფაქტობრივად ახმეტელის შემოქმედებითი ცხოვრების განსაზღვრელიც კი. იმ პერიოდში ყველას არ ჰქონდა უმაღლესი განათლება მიღებული. პროფესიულ განათლებას გულისხმობ სამსახიობოს. მხოლოდ იშვიათ გამონაკლისებს ჰქონდათ და ეს ის პერიოდია, როდესაც ახმეტელისა და მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით რუსთაველის თეატრში მიდის მსახიობთა თაობის ცვლა, გადახალისება კადრების და პროფესიონალი კადრებით ივსება რუსთაველის თეატრი. და წარმოიდგინეთ, აკაკი ფაღავას სტუდია დაამთავრა თამარ წულუკიძემ და მივიდა თეატრში, სადაც მას დახვდა ვერიკო ანჯაფარიძე და დახვდა თამარ ჭავჭავაძე. ორი გამორჩეული ქალი მსახიობი, ახალგაზრდები, მისი თაობის, ანუ ძალიან დიდ კონკურენტუნარიან გარემოში მოუხდა მას მოღვაწეობა. თამარ წულუკიძის შემოქმედება დაკავშირებული არის გრიგოლ რობაქიძის ლამარასთან. მისი მწვერვალი შემოქმედებითი გამარჯვება, წარმატება არის დაკავშირებული სწორედ ამ პიესასთან და უნდა გვახსოვდეს, რომ პირველად, როდესაც ლამარას დადგმა დაიწყო კოტე მარჯანიშვილმა, განაწილებაში თამარ წულუკიძე არ თამაშობდა ლამარას როლს. ლამარას როლზე დამტკიცებული იყო თამარ ჭავჭავაძე და ეს სპექტაკლი მიდიოდა. აი, როდესაც მარჯანიშვილი წავიდა რუსთაველის თეატრიდან და სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტი დაიკავა სანდრო ახმეტელმა, ფაქტობრივად ხელახლა დადგა ლამარა, რომელიც აბსოლუტურად სხვა კონცეფციის იყო და უკვე თეატრიდან წასულია თამარ ჭავჭავაძე და ეს როლი ანდო თამარ წულუკიძეს. მის მეუღლეს იმიტომ რომ ფაქტობრივად კონკურენტი თამარ წულუკიძეს თეატრში აღარ დარჩა. ვერიკო ანჯაფარიძე წავიდა, თამარ ჭავჭავაძე წავიდა და ის გახდა ქალებს შორის ლიდერი და არა მხოლოდ ქალებს შორის. ის ძალიან ბევრ ამას განსაზღვრავდა რუსთაველის თეატრში, იმიტომ რომ მას ჰქონდა ძალიან დიდი გავლენა. გარდა იმისა, რომ ის იყო სცენური მომხიბვლელობით გამორჩეული ფიგურა, იყო ძალიან კარგი ხმის ტემბრის მქონე მსახიობი და გარდასახვის განსაკუთრებული უნარი ჰქონდა. აი, მისი აღმასვლა სწორედ იწყება მაშინ, როდესაც თეატრიდან მიდის მისი კონკურენტები და ახმეტელი მასზე აკეთებს სწორებას. და აი, ყველაზე დიდი წარმატება მართლა არის დაკავშირებული ლამარასთან და ეს არის გასტროლები მოსკოვში, სადაც მართლა ფეიერვერკი მოახდინა ქართულმა თეატრმა და მთელი დიპლომატიური კორპუსი, რომელიც სპექტაკლზე იყო მოწვეული, რუსთაველის თეატრმა მიიღო ძალიან ბევრი შემოთავაზება და უნდა დაწყებულიყო ევროპული ტურნე, უნდა დაწყებულიყო ასევე ტურნე ამერიკაში და თამარ წულუკიძე ბუნებრივია ამ პროცესების უშუალო მონაწილე, აქტიური მხარდამჭერი იყო. გარემო ფაქტორებმა, პოლიტიკურმა სიტუაციამ ფაქტობრივად ხელი შეუშალა თამარ წულუკიძის შემდგომ წარმატებებს, რაც მასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. ჯერ ერთი წარმოიდგინეთ, სულ რაღაც 1/10 წელი მაქსიმუმ
ფაქტობრივად იმოღვაწა მან რუსთაველის თეატრში და ამ 10 წლის განმავლობაში ვერ მოასწრო მან მნიშვნელოვანი როლების შექმნა. გარემო ფაქტორებმა, პოლიტიკურმა სიტუაციამ ძალიან ხელი შეუშალა მის შემოქმედებით წინსვლას. 36 წელს უკვე როდესაც დაიწყო დაჭერები, დაპატიმრებები და ეს შეეხო ფაქტობრივად მის ოჯახს და თამარ წულუკიძეც იყო ფაქტობრივად ამ რეპრესიების მსხვერპლი, ის გადაურჩა დახვრეტას. და აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ კონტექსტი, რა პერიოდში უწევდა მას და როგორ გარემოში უწევდა მას ჩვენებების მიცემა. ისტორიას ვერ მივჩქმალავთ, ფაქტია, რომ თამარ წულუკიძემ აღიარა ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, რომ მისი ქმარი სანდრო ახმეტელი მასზე ახდენდა ზეწოლას და ის იყო ჩართული ანტისაბჭოთა ძირგამომთხნელ საქმიანობაში და რომ მისი ქმარი იყო აგენტი, ამით ფაქტობრივად მან თავი გადაირჩინა, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს აი როგორ გარემოში აძლევდა ის ამ ჩვენებას და ყველამ საკუთარი თავი უნდა დავაყენოთ იმ ადგილას, როგორ მოვიქცეოდით ჩვენ. როგორ გვეყავფოდა გამბედაობა ან მინიმუმ ფიზიკურ ტანჯვას როგორ გაუძლებდით. ამიტომ ისიც ადამიანი იყო და მასაც ჰქონდა თავისი სისუსტეები, ბუნებრივია და მის ცხოვრება ძალიან რთულად წარიმართა რეპრესიების შემდგომ, ბუნებრივია და ის მართალია ფიზიკურად გადარჩა, მაგრამ გარდაიცვალა მაშინ, როგორც არტისტი და როგორც ადამიანი და როგორც შემოქმედი, როდესაც დახვრიტეს ახმეტელი. იმიტომ რომ ფაქტობრივად მას შემოქმედებითად ამის შემდეგ არაფერი არ გაუკეთებია. ბუნებრივია, მას ჰქონდა ბევრი აქტივობა, ბევრი ინიციატივა, ის შემდგომ დაბრუნდა საქართველოში, დაწერა არაჩვეულებრივი წიგნი, რომელიც ძალიან შეიძლება სუბიექტურია, მაგრამ ძალიან ბევრ ცნობას გვაწვდის იმ ეპოქის შესახებ და ერთი ქალის გავლილი ტრაგიკული ცხოვრების შესახებ, მაგრამ შემოქმედებითად ახმეტელთან ერთად დაასრულა მან თავის კარიერა.